გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე სავარაუდოდ პნევმატური იარაღით დადიოდა. ფაქტის გაღფაურების შემდეგ მანდატური სამსახურმა მისი შემოწმება გადაწყვიტა, თუმცა მოსწავლე გაიქცა. მომხდარს არც უარყოფს და არც ადასტურებს სკოლის დირექტორი, თუმცა როგორც ცნობილია, მან პოლიციას უკვე შეატყობინა. სამართალდამცველები დაწესებულებაში დღეს იმყოფებოდნენ. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. სკოლის მოსწავლეს ამასთან დაკავშირებით პოლიციას მიმართა სკოლა პნევმატური იარაღი რომ უპოვეს მიმართეთ თუ არა სკოლამ პოლიციას პნევმატური ჩვენ რაღაცა ეგეთი თემა თითქოს გაიჟღერა აი ეს ბავშვი მშობელთან არის აი არ ვიცი საიდან გავცელდა ხა ის ინფორმაცია არა ნებისმიერი იარაღი აკრძალულია შოთიკო და აქედან გამომდინარე ჩვენ რეაგირება ყველაფერზე გვაქვს ქალდონელა სკოლის მოსწავლეს პნევმატური იარაღი ჰქონდა თუ არა ვერ დაგიდასტურებთ, იმიტომ რომ არ გვინახავს ეს და ინფორმაცია როგორც თქვენთან მოვიდა, ისე ჩვენთან მოვიდა, მაგრამ ჩვენ თუ არ ვნახეთ და არა აქ ამბობს, ხო ვერ დავადასტურებთ რომ ქონდა რა. მაშინ პოლიციას რაზეა მიმართეთ? რასთან დაკავშირებით? პოლიციას რასთან დაკავშირებით მიმართა მანდატურმა? მანდატურს რატომ მიმართა პოლიციას? რა გითხრათ, ხა ნებისმიერ შემთხვევაში, როცა რაღაცა დარღვევაზე ეჭვი არის, მიმართავთ ხოლმე და არაფერს არ უმალავთ. მაშინ ეჭვი რაზე გაგიჩნდათ? აი როგორც გაგიჩნდათ, ეჭვი ისე ჩვენ გაგვიჩნდა. ასში პნევმატური რომ იარაღი რომ მიპოვეს, ამასთან დაკავშირებით აი ინფორმაცია გაქვთ არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით. პოლიცია შეატყობინა სკოლა. ასაკის ბავშვი იყო. მე-11 კლასელია ეს ბავშვი, ისაც უყურეს. პნევმატური იარაღი რომ უპოვეს სკოლის მოსწავლეს, პოლიციას მიმართა სკოლამ ამასთან დაკავშირებით. პოლიცია იყო მოსული? კი იყო. გამოკითხეს ეს ბავშვი? არ ვიცი, ვერ გეტყვით. როდის იყო მოსული? არ ვიცი, როსაც იყო მოსულები იყო, საათი. როდის? დღეს? დღესა კი. კი ბატონო, მე-11 კლასის მოსწავლეზე არის საუბარი? აზიარავ იყო, რომელი ბავშვი აზიარავ, რა ვიცი, არ ვიცი. მაგრამ იპოვეს. არ ვიცი, გავიგერო. რაღაცა იმას პოლიცია იყო მოსული, რაღაცა ზევდა.